როგორ ახართ გოგონებო, იმედია ყველანი ძალიან კარგად ხართ. დღეს მოდით გავშალოთ მისი მოქმედება. ნახოთ მოქმედება და ტრადიციულად ყველაზე უღრმესი მადლობა მინდა გადაგიხადოთ თქვენი აქტიურობისთვის, ლაიქებისთვის, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც ყოველთვის მინდა იყოთ ყველა ბედნიერი. სანამ ვიკითხავთ მოქმედებას, მოდი ვნახოთ ჯერ რა ენერგიებშია. თვითონ რა ენერგიებშია? საკმაოდ ცუდ ენერგიებშია. უსიამოვნო ენერგიებია, ეს ადამიანს რაღაცა აწუხებს აშკარად, ნაწყენია, მოკლედ ემოციური კრიზისი, შეიძლება ფინანსური კრიზისიც გქონდეს. მოკლედ ეს ადამიანი დღეს ძალიან ესეა უარყოფითად არის განწყობილი და თავარი პრობლემა არის ის, რომ საკუთარი თავის მტერია, ყველაფერი რაც ხდება, იმედია აცნობიერებს, მაგრამ მე მაინც ეჭვი მაქვს, რომ ბოლომდე მაინც ვერ აცნობიერებს ადამიანი იმას, რომ პრობლემა საკუთარ თავში და ქცევებშია, იმედია მიხვდება. არ გამოურიცხავ, რომ ამ ურთიერთობაშიც იყოს კრიზისი, წუხდეს თავის საქციელზე, არ იყოს ახლა თქვენ შორის კონტაქტი, ესეც არის აქ შესაძლებელი. მოდი ვნახოთ, თქვენთან მიმართებაში რა ენერგიებია. ყველა დავთქვი, რომ შეიძლება ეს თქვენს გეხებოდეთ, კი ბატონო, პირადშიც ვერ არის ნიჭიერად საქმე, რადგანაც არის აქ გადაწყვეტილება. რა გააკეთოს არ იცის, რა თქმა უნდა, კი არის ხა კლასიკურად ეს მესამე ფაქტორებიც, მაგრამ მე მაინც არ მინდა რომ ვთქვა მესამე ფაქტორები, თუმცა თქვენი ინტუიციიდან გამომდინარე იმსჯელეთ. თავი პრობლემა არის ის, რომ რა თქმა უნდა გრძნობა აქვს, ემოცია აქვს, მაგრამ არ ფასდება ეს არანაირი მოქმედებით, არანაირი სიტყვით, საერთოდ არ ფასდება. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია აქ, რომ ვერ იკვებებით და ვერ ავსებთ ერთმანეთს, მაგრამ ფაქტია, რომ გრძნობა არის, მიზიდულობა არის, ქიმია არის, ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება უფრო ვიტყოდი უსიამოვნებიდან გამომდინარე, მაინც არსებობს თქვენ შორის გრძნობა და ქიმია. ორივე ხართ უარყოფით ენერგიებში. კონკრეტულად მე გულისხმობ ერთმანეთთან. თქვენ არ გესმით ერთმანეთის რა მოქმედება ექნება, მაინტერესებს, აბა. მოქმედება, როგორი გექნება მოქმედება? მოქმედება აუცილებლად ექნება, რომ ყველაფერი დაასტაბილუროს. უფრო ვიტყოდი, ეს არის სურვილი, მისი სურვილი მოქმედებაზე მეტად ექნება, რა თქმა უნდა, მოქმედება, მაგრამ სურვილი უფრო მეტია. ვერ განახორციელებს ბოლომდე მაგ სურვილს. რეალურად შეიძლება ეს მოხდეს დროებით შეყრა, რაღაცა ყველაფერი დასტაბილურდეს. ყველაფერი იყოს კარგად, მაგრამ მე უკვე ყველაფერი თავის კალაპოტში და თავის ჩვეულ რიტმში დგება. მე მაინც უყურებ ამას, რომ ეს პიროვნება თავის კომფორტის ზონაშია. იცი როგორია რა, შენს მიმართ, რა თქმა უნდა, გრძნობა არის, ყველაფერი უნდა, მაგრამ თან მისი სივრცეც უნდა. თავისებური ქცევა აქვს ამ ადამიანს და თავისებური ხასიათი აქვს. ძალიან გაგიჭირდება მასთან შეგუება და თვითონაც უჭირს შეგუება ზოგადად, როგორც იცხოვროს ადამიანმა, ან თუნდაც ნორმალურად იყოს, როგორც წყვილი. მოქმედებას კიდე შენგანაც ელოდება, თუმცა მე ვიტყოდი ამას, რომ შენ არ უნდა იმოქმედო მასთან. არაფერი არ უნდა გააკეთო. რეალურად შენ რომასთან ნაბიჯი გადადგა, ან ამ ურთიერთობას რაღაცა შეაშველო, ეს გამოდის, რომ შენს თავს, შენს განცდებს, ყველაფერს არსენ პატივს. ამას გეუბნება ტარო. ვადასტურებს, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი იმპერატრიცათი, რომ არ უნდა გინდოდა შენ ეს ადამიანი და რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა გამოვა კონტაქტზე, უნდა გამოვიდეს სრული, სუფთა გულით, სუფთა ზრახვებით და აბსოლუტურად ყველაფერს გააზრებთ, იმიტომ რომ ამ ადამიანს აკლია გააზრება და მიმღებლობა თუ რეალურად როგორი ხარ შენ.
ძალიან კარგავ მასთან შენს ენერგიებს, როგორი ველიც გაქვს რეალურად ჩვენ იმპერატრიცას. ხო, ეს ადამიანი ყველაფერს ფანტავს. საერთოდ ასეა. ხარი ხართა რო დააბაო. მართლა ადამიანები ძალიან მოქმედებს ერთმანეთზე, მიცემაგაცემის ბალანსი აუცილებლად დასარეგულირებელი აქვს. ამიტომ მე მაინც უყურებ, რომ თუ ადამიანმა მიხვდა ყველაფერს და ცოტა ეჯვმა რამეს მიხვდეს, მაგრამ იმეც არ ვკარგავთ რეალურად, მიხვდება მაინც ასე თუ ისე და ეცდება დოზირებულად, რომ მოახერხოს თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ უნდა იყოთ აუცილებლად თქვენს ძალიან სტაბილურ მიწიერ ენერგიებში. ეს იცი როგორი სურათია ახლა? აი, ყველაფერს რომ მარტო გადაიტან, ყველაფერს დაარეგულირებ, შენთვის ხარ კარგად ხარ, ქალს დაემგვანებ, შემოსავალიც გაქვს ყველაფერი და დაგინახოს და ეს მიყოფილაო და მერე ყველას რო უნდა მოსვლა. აი ეს მომენტია და მე მაინც გირჩევ რომ არ მოუშვა ეს ადამიანი, იმიტომ რომ გაგიფუჭებს, ეცდება სხვათა შორის, ეცდება აუცილებლად შენთან კონტაქტზე გამოსვლას, მაგრამ მერე როგორც კი ყველაფერს კარგად გააკეთებს და მიიღებს რაც უნდა, მაგრამ მაინახე 7-იანი ხმალი ისევ, რა თქმა უნდა, აურებს ყველაფერს და ცოტა არ იყოს თუ აპატიებ გააჩნია რა დააშავა, შეიძლება უარესი გაგიკეთოს მერე. ან იმ დანაშაულს არ გამოასწორებს, ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. ნუ ესე ვთქვათ, ყველა ადამიანს აქვს პოტენციალი რომ შეიცვალოს, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება. არც ღმერთი არ აძალებს არავის ცვლილებას. ყველანაირად უგზავნის განსაცდელებს ამას, იმას მინიშნებებს, მაგრამ ადამიანს თუ არ უნდა დანახვა, ნუ არ უნდა და არ უნდა, კი ბატონო, არ უნდა დანახვა კონკრეტულად ამ პიროვნებას, მაგრამ თან აი ის არ აძლევს საშუალებას, რომ ეფიქრება შენზე, განიცდის თავისი პრობლემები ცალკე აქვს, შენთან ურთიერთობაც ცალკე აქვს, თან აქვს იმის ამბიცია, რომ უნდა კარგად ყოფნა, ბედნიერად ყოფნა. მაგრამ შენთვის ძალიან კარგია ერთი მომენტი, რომ შენ თავიდან დაიბადე და თავიდან დაიბადები. ამ შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე დიდი საოცარი გამოცდილება და შენც მიხვდები რა არის ბედნიერება და ვისთან უნდა გინდოდეს ეს. აუცილებლად დაიცავი დისტანცია. თავი უნდა დაიფასო მაქსიმალურად კონკრეტულად ამ ურთიერთობაში. მაინც დავადასტუროთ ერთი არკანით. რა მოქმედება ექნება? ვნახოთ რა მოქმედება ექნება მოხერხეთ. სამიანი ხმალი, ნუ მესამე ფაქტორები თუა თავისთავად მესამე ფაქტორები შენარჩუნდება, მაგრამ მისი მოქმედება მაინც განწირულია იმისკენ, რომ თქვენ გაგეღვიძებთ ძველ ჭრილობებს მინიმუმ და მაინც ისეთი მომენტი იქნება მერე, რომ აი მოლოდინებს რაც შეეხება, წყალში ჩაყრის ყველაფერს. ახლა შეიძლება დაგებადოთ ის კითხვა, რომ მაშინ როგორ აქვს გრძნობა, როგორი ადამიანისა ისეთი სიყვარული შეუძლია. ტოქსიკურად ესმის ყველაფერი. ემოციური ჟმოტი რო ადამიანი იმას თავისებურად ესმის სიყვარული და იქეთ ითხოვს ყველაფერს, ამიტომ არჩევანი უნდა იყოს ჯანსაღი, როგორ პიროვნებასთან გექნება ურთიერთობა, იმას ელოდე. შენი გზა იქნება რთული აუცილებლად, მაგრამ ეს რთული მარტო უნდა გაიარო. უნდა გამოხვიდე ამ ურთიერთობიდან, აუცილებლად უნდა გამოხვიდე, რადგან ეს ადამიანი ვერ გეწევა. ვერაფერში ვერ გეწევა. ყველაფერი კარგად გექნება ოღონდ მის გარეშე. გოგონებო, დღეს ასეთი ვითარება. მე რა თქმა უნდა, ყველას გელოდებით კომენტარებში, დადროებით.